არ მისმის ასეთ კითხვას დავსვამდი, რა გააკეთეს ასეთი საგარეო პოლიტიკაში ისეთი ან ქვეყნის დასაცავად რა მოიმოქმედეს ისეთი, რომ თავს გვამადლიან. ან რა დაუშვა ამ ხელისუფლებამ ისეთი შეცდომა, რატოაც ჩვენ თავის მართლების პოზიციაში მე წარმოუდგენად მეჩვენება. მე თქვენ მოგმართავთ და დაუშვათ ეს რა საქმის კეთება იყო მარჯანიშვილის ხიდის მოაჯირების შეღებოთ ეს რამე საქმე შევაშინეთ ამით რუსეთი და უკან დაიხია თუ რა ჩვენი წახალისები დაიწყო საომარი მდგომარეობა მოქმედებები რუსეთმა იქა ნახევარმა მსოფლიომ კი მთელმა მსოფლიომ ვერ გააჩერა რუსეთი საოცარი კატაკლიზმები ხდება ეს უბედურება ვერ ჩერდება ვერანაირად ჩვენზე ზესახელმწიფოები რომელთაც მეტი ფული აქვს მეტი დაფინანსება აქვს და მეტი ფიისა აქვს შეიარაღება რატო არ ერთვებიან ამ ბრძოლაში რატო არ აჩერებენ ამ ბრძოლას სადერეკებით საქართველოს რა უნდა გააკეთოს დღენახევარში ომი დამთავრებულმა ხალხმა რა უნდა ელაპარაკოთ მე რა გამაჩნია რითი უნდა დავეხმარო იმას ჩვენი მთავარი ვალია რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო არ ჩამოიშალოს და გადავრჩეთ რამენაირად და არ უნდა იყოს ასეთი ხისტი მიდგომები იმ გაგებით რომ რაღაცა ავიჩემოთ და ვიყოთ იმაზე რაღაცა პალოზე ბიბული იმას სახედარები და არ ვიტრევთ ერთ ადგილზე ძალიან პლასტიკური უნდა იყოს და ძალიან დინამიური ჩვენი დიპლომატია. დიპლომატიაზე დგას ახლა ეს ყველაფერი და არა იარაღის ჟღარუნზე. რა გაკეთა ამასთან მიმართებაში? გარდა იმის, გავანებოთ ამ სპეკულაციას თავი ქვეყანასთან აგვაქვს საქმე. სხვა დროს დავიწეროთ პოლიტიკური ქულები. ესე არ არის სწორი. კი ბატონო, მაშინ რატო ჩაბრძანდებით, რატო მიდიხართ ეგ და თანამდებობებზე რატო ინიშნებით? წადით წინა ხაზზე და იბრძოლეთ. დაიღუპეთ ეგ გმირულად, გმირად გაღიარებთ უკრაინელი ხალხი და ჩვენს დავისვენოთ, დაისვენოს მთელი საქართველოს. იბრძოლეთ ბატონო იქ, ვის შეგიშალათ ხელი? ქვეყანა კაცო ეს სამშობლო ჩემი თუ არა ხო ყველასია რა. თუ წვიმამოვა და გარეთ გავა ხო ყველა დავსველდებით. ბომბი რო ჩამოვარდება, მეს თუ მოხდება, შენც ხო მოხდება, შეგაიგაცო. როგორ გავყოთ ეხლა ჩემ საქართველოს და შენ საქართველოს? აღარ კმარამდელი უგუნურება? ყავთ ისე რომელი ჭორი მოგიგონეთ, რა დაგაბრალეთ? ეს თქვენი პარტიის გამგე რომელიც ახლა იმაში ინიშნება უკრაინაში რაღაც თანამდებობაზე საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩამოდის ჩამოვიდეს და თავის მეგობრებს დაუждდეს ციხეში ჩაიდინოს ერთი ვაშკაცური საქციელი მაინც ეყოს ამის უნარმა საჩამოვა რისი გამკეთებელი ახლა გადაინასტო ამ ბრიგადამ ეგრეთ წოდებულმა უკრაინაში და ახლა იქიდან უკიჟინო რაღაცა დაღუპულია ეს ისა მართლა რეალობის განცდა არა გაქვთ ინფორმაციას არ ფლობთ თქვი კაი ხალხო რა ხდება უკრაინაში რამდენი ხალხი იხოცება დებატები ნებისმიერ დროს რა თემაზეც გინდათ მაგრამ ადამიანი უკვე მოსაბეზრებელია სპეკულაციები უფაქიზეს თემებზე ჯობია გავაკეთოთ ისეთი რაღაცას ქვეყანა გადარჩეს სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ ერმა არ უნდა შეწყვიტოს ამის გამო უამრავი ნიჭიერი პროექტებია ასამუშავებელი და უამრავ ნიჭიერ ადამიანს უნდა მოусმინოთ და ვის ამას კვალიფიკაცია შეესაბამება